ისტორიაში ომების ბედს ყოველთვის რაოდენობა არ წყვეტდა. ზოგჯერ გადამწყვეტი იყო ერთი რაზმი, ერთი შენაერთი ან ერთი ბატალიონი, რომელიც დანარჩენებზე უკეთ იყო გაჭრილი, ორგანიზებული და მზად სიკვდილისთვის. დღეს განვიხილავთ 10 სამხედრო შენაერთს, სხვადასხვა ეპოქიდან, სხვადასხვა ცივილიზაციიდან, რომელთაც ომის წესების შეცვალეს და ისტორიაში საკუთარი კვალიტატობას. ეს არ არის უბრალოდ ყველაზე სასტიკი ან ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიები. ეს არის ელიტარული სამხედრო შენაერთები, რომლების ეფექტიანობით, დისციპლინით და გავლენით გამოირჩევა. ვიდეოში თითოეულ მათგანს დავუთმობთ ახლობით ცუდ ნახევარს და ვნახავთ, რატომ ითვლებიან ისინი ისტორიაში საუკეთესოდ. პირველი, რა თქმა უნდა, დავიწყებთ სპარტელი ჰოპლიტებით. ისინი ძველი საბერძნეთის ყველაზე დისციპლინირებული და მკაცრი სამხედრო შენაერთი იყო. სპარტა არ იყო უბრალოდ ქალაქ-სახელმწიფო, ის იყო სრულიად მილიტარიზებული საზოგადოება, სადაც მოქალაქის არსებობა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა და ეს ომი იყო. სპარტელი ბიჭები 7 წლის ასაკიდან გადიოდნენ აგოგეს სისტემას, სახელმწიფოებრივ სამხედრო აღზრდას. ისინი სწავლობდნენ ტკივილის ატანას, მორჩილებას, კოლექტიურ ბრძოლას და გადარჩენას უკიდურეს პირობებში. სპარტაში ინდივიდუალური გმირობა ნაკლებად ფასობდა. რაზმი ყოველთვის ინდივიდზე მაღლა იდგა. სპარტელი ჰოპლიტის ძირითადი აღჭურვილობა იყო ჰოპლონი, დიდი მრგვალი ფარი, დორისი, გრძელი შუბი, ქსიფოსი, მოკლე მახვილი ახლობრძოლისთვის და რა თქმა უნდა ბრინჯაოს ჩაფხუტი და ჩავშანი. ფარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მისი დაკარგვა სირცხულად ითვლებოდა. სპარტელები იბრძოდნენ ფალანგის წყობაში, მჭიდროდ, ერთიან კედელად. თითოეული მებრძოლი ფარით მეზობელს იცავდა, რაც ერთიანობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. სპარტელები იშვიათად იყენებდნენ მანევრს. ისინი მტერს პირდაპირ ზეწოლით ამარცხებდნენ. სპარტელები იბრძოდნენ ბერძენ-სპარსელთა ომებში, თერმოპილეს ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს, სადაც ლეონიდასმა და სამასმა სპარტელმა გააჩერა სპარსეთის უზარმაზარი არმია. ასევე პლატეაში, სადაც სპარსელთა საბოლოო დამარცხება მოხდა საბერძნეთში. ამ სიაში მეორე 10,000 უკვდავია. ის იყო ათენიანთა სპარსეთის ყველაზე მილიტარული სამხედრო შენაერთი და იმპერიის მუდმივი ბირთვი. მათ უკვდავებს უწოდებდნენ, არა იმიტომ, რომ არ კვდებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი რიცხვი ყოველთვის ზუსტად 10,000 იყო. დაღუპულს ან დაშავებულს მყისიერად ცვლიდა ახალი მებრძოლი. შენაერთი ჩამოყალიბდა კიროს დიდისა და დარიოს პირველის ეპოქაში. უკვდავები არ იყვნენ მხოლოდ მებრძოლები, არამედ მეფის პირადი გვარდია, იმპერიის შიდა წესრიგის დაცვისთვის. მილიტარული სამხედრო ძალა დიდ კამპანიებში და ისინი მხოლოდ პირდაპირ ემორჩილებოდნენ დიად მეფეს, ანუ შაჰინ შაჰს. უკვდავების აღჭურვილობა ერთიანებდა მოქნილობას და დაცვას. გრძელი შუბი, ხშირად ოქროს ან ვერცხლის ბოლოდი, შვილდი, ისრები, მოკლე მახვილი, ლამელარული ჯავშანი, დიდი მართკუთხა ფარი. ეს მათ საშუალებას აძლევდა ებრძოლათ როგორც ახლო, ისე დისტანციურ ბრძოლაში. ისინი ხშირად იბრძოდნენ არმიის ცენტრში, როგორც სტაბილიზაციის ძალა. სია გრძელდება მაკედონიური ფალანგით. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური სამხედრო შენაერთი ანტიკურ სამყაროში. ის ჩამოყალიბდა მაკედონიის მეფე, ფილიპე მეორის დროს, ხოლო სრულყოფილ იარაღად აქცია მისმა შვილმა, ალექსანდრე მაკედონელმა. ფალანგა არ იყო უბრალოდ ქვეითი წყობა. ეს იყო სამხედრო სისტემა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ბრძოლის ლოგიკა. მაკედონიური ფალანგის მთავარი იარაღი იყო სარისა, 6 მეტრამდე სიგრძის შუბი, რომელიც ჰოპლიტურ დორისზე ბევრად გრძელი იყო. სარისების რამდენიმე რიგი ერთდროულად იყო მიმართული მტრისკენ, რაც ფალანგას თითქმის მიუღწეველს ხდიდა პირდაპირ შეტევაში. ფალანგის მებრძოლები ატარებდნენ შედარებით მსუბუქ ჩავშანს და პატარა ფარს, რაც მათ საშუალებას აძლევდა თავისუფლად ემოქმედათ შუბის მართვისას. ფალანგის ძალა მდგომარეობდა არა ინდივიდუალურ ოსტატობაში, არამედ კოლექტიურ მოქმედებაში. თითოეული მებრძოლი იყო ერთი მექანიზმის ნაწილი და მისი ამოცანა იყო ხაზის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. მაკედონიური ფალანგა იშვიათად იბრძოდა დამოუკიდებლად. იგი ყოველთვის მუშაობდა კავალერიასთან და მსუბუქ ქვეითებთან კოორდინაციაში. ეს სტრატეგია ეფექტურად გამოიყენა ისოსის, გავგამელას და ჰიდასპეს ბრძოლებში, სადაც მაკედონიურმა არმიამ რისხობრივად ბევრად აღმატებული მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჩვენ სიაში მეოთხეა რომაული ლეგიონი. იგი ანტიკური სამყაროს ყველაზე მოქნილი და ყველაზე ეფექტიანი სამხედრო შენაერთი იყო.
რომელმაც რომის რესპუბლიკა და შემდეგ იმპერია მსოფლიოს ძალად აქცია. ლეგიონი არ იყო უბრალოდ ჯარისკაცების მასა. ის იყო მკაცრად ორგანიზებული სისტემა, სადაც თითოეულ მებრძოლს თავისი ადგილი და ფუნქცია ჰქონდა. რომაელი ლეგიონერი სახელმწიფოებრივად გაწვრთნილი პროფესიონალი იყო. მისი მომზადება მოიცავდა მარშებს, სრული აღჭურვილობით, მუდმივ წვრთნას იარაღთან და დისციპლინას, რომლის დარღვევაც მკაცრად ისჯებოდა. ლეგიონერი იბრძოდა არა ინდივიდუალური გმირობისთვის, არამედ კოლექტიური გამარჯვებისთვის, რაც რომაული სამხედრო აზროვნების საფუძველი იყო. ლეგიონის ძირითადი შეიარაღება შედგებოდა სკუტუმისგან, დიდი მოხრილი ფარისგან, რომელიც მებრძოლს სრულ დაცვას აძლევდა, პილუმისგან, მძიმე სასროლი შუბისგან, რომელსაც მტრის ფარის ან ჯავშნის დაზიანება შეეძლო და რა თქმა უნდა გლადიუსისგან, მოკლე მახვილისგან, რომელიც იდეალური იყო ახლო ბრძოლისთვის. კომბინაციამ რომაელი ქვეითი განსაკუთრებით მომაკვდინებელი გახადა. ტაქტიკურად ლეგიონი იყენებდა მანიპულურ, ხოლო მოგვიანებით კოჰორტულ წყობას, რაც მას საშუალებას აძლევდა ადვილად ადაპტირებულიყო სხვადასხვა რელიეფსა და მოწინააღმდეგესთან. ლეგიონერები სწრაფად ცვლიდნენ ფორმაციას, ინარჩუნებდნენ რიგებს და საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლადაც მოქმედებდნენ. ეს მოქნილობა მათ დიდ უპირატესობას აძლევდა ფალანგებთან ნაკლებად ორგანიზებულ არმიებთან ბრძოლაში. რომაული ლეგიონი გადამწყვეტ როლს თამაშობდა ისეთ ბრძოლებში, როგორიც იყო კანე, ალეზია და აქციუმი. განსაკუთრებით ალეზიის ალყა აჩვენებს ლეგიონის უნარს. ერთდროულად ებრძოდა გარე და შიდა მტერს, საინჟინრო და სამხედრო ოსტატობის დახმარებით. რომაული ლეგიონი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დისციპლინამ, ორგანიზაციამ და პრაქტიკულმა ტაქტიკამ შექმნა სამხედრო ძალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დომინირებს. მისი მოდელი გახდა საფუძველი მრავალი მომავალი არმიისთვის და სამხედრო მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი სახდენი. სიაგრძელდება მონღოლთა კავალერიით. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და ეფექტიანი სამხედრო ძალა მსოფლიოს ისტორიაში. მე-13 საუკუნეში ჩინგის-ყაენმა შექმნა არმია, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში დაიპყრო აზიისა და ევროპის უზარმაზარი ტერიტორიები და მთლიანად შეცვალა ომის წარმოების წესები. მონღოლთა ძალა არ ეფუძნებოდა სიმრავლეს, ამ მძიმე ჩავშანს. მათი მთავარი იარაღი იყო სისწრაფე, ორგანიზაცია და დაზვერვა. მონღოლი მებრძოლი ბავშვობიდან ცხენზე იზრდებოდა. თითოეულს ჰყავდა რამდენიმე ცხენი, რაც მათ საშუალებას აძლევდა საათობით და დღეებით ემოძრავათ ასვენების გარეშე. ისინი სრულყოფილად ფლობდნენ კომპოზიტურ მშვილდს, რომელსაც ცხენზე მოძრაობის დროსაც სუსტად იყენებდნენ. მონღოლური ისრები საკმარისად ძლიერი იყო, რომ ჯავშანი გაეხვიტა. სროლის სიზუსტე მოწინააღმდეგის მორალს ანგრევდა. ტაქტიკურად მონღოლთა კავალერია იყენებდა მოჩვენებით უკანდახევას, ფლანგებიდან დარტყმას და მტრის ალყაში მოქცევას. ისინი იშვიათად შედიოდნენ პირდაპირ შეტაკებაში. ბრძოლა იწყებოდა მანამ, სანამ მტერი ამას გააცნობიერებდა. დაზვერვა და კოორდინაცია უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ხოლო ბრძანებები სწრაფად და მკაცრად სრულდებოდა. სიაში მეექვსე, რა თქმა უნდა, ტამპლიერები არიან. ისინი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული სამხედრო ორდენი იყო, რომელიც შეიქმნა ჯვაროსნული ომების ეპოქაში. ორდენი ოფიციალურად ჩამოყალიბდა მე-12 საუკუნის დასაწყისში, იერუსალიმში და მათი მთავარი მიზანი იყო წმინდა მიწაზე მომლოცველთა დაცვა. თუმცა, დროთა განმავლობაში ტამპლიერები უბრალოდ დამცველებიდან გადაიქცნენ პროფესიონალურ სამხედრო ძალად, რომელსაც ევროპაში იშვიათად ჰყავდათ ტოლი. ტამპლიერები იყვნენ ბერებიც და მებრძოლებიც ერთდროულად. ისინი ცხოვრობდნენ მკაცრი წესებით, უარს ამბობდნენ პირად ქონებაზე და სრულად ემორჩილებოდნენ ორდენის დისციპლინას. ეს მათ განსაკუთრებულ ერთიანობას და მორალურ სიმტკიცეს აძლევდა. ტამპლიერისთვის ბრძოლის ველზე უკან დახევა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ტამპლიერის ძირითადი ძალა იყო მძიმე კავალერია. ისინი ატარებდნენ მძიმე ჩავშანს, ფლობდნენ გრძელ შუბს, მახვილს და დიდ ფარს, რაც მათ შეტევას ძალზეც დამანგრევლად ხდიდა. კარგად ორგანიზებული იერიში, მჭიდრო წყობა და ერთდროული დარტყმა ხშირად ანგრევდა მოწინააღმდეგის რიგებს. ტამპლიერები იშვიათად იბრძოდნენ გაფანტულად, მათი წარმატება სწორედ კოლექტიურ შეტევაში მდგომარეობდა. ტაქტიკურად ტამპლიერები მოქმედებდნენ როგორც დარტყმის მთავარი ძალა და ხშირად მონაწილეობდნენ ბრძოლაში გადამწყვეტ მომენტში, როცა საჭირო იყო მტრის ცენტრის გარღვევა. ორდენი მკაცრად აკონტროლებდა ბრძოლის მიმდინარეობას და ინდივიდუალური ინიციატივა შეზღუდული იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისციპლინას.
ტამპლიერებმა მონაწილეობა მიიღეს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში წმინდა მიწაზე, მათ შორის მოჟიზარის და ჰატინის კამპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ჯვაროსნული სახელმწიფოები დაეცა, ტამპლიერები დარჩნენ შუა საუკუნეების სამხედრო ელიტის სიმბოლოდ. სია გრძელდება ოსმალი იანიჩარებით. ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი სრულად პროფესიონალური ქვეითის სამხედრო შენაერთი შუა საუკუნეების შემდეგ და ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ძლიერების მთავარი სარდლი. იანიჩარები ჩამოყალიბდნენ მე-14 საუკუნეში და პირდაპირ ემორჩილებოდნენ სულთანს, რაც მათ განსაკუთრებულ სტატუსს და გავლენას აძლევდა სახელმწიფოში. იანიჩარების საფუძველი იყო დევშირმეს სისტემა, რომლის მიხედვითაც ქრისტიანი ბავშვები იძულებით მიჰყავდათ. ასწავლიდნენ ისლამს და ზრდიდნენ როგორც სახელმწიფოს ერთგულ მებრძოლს. ეს პროცესი ქმნიდა ჯარისკაცებს, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ტომთან, საგვარეულოსთან, ადგილობრივ ელიტასთან. მათი ერთადერთი ერთგულება სულთანი და იმპერია იყო. იანიჩარები გამოირჩეოდნენ მკაცრი დისციპლინით და მუდმივი სამხედრო მომზადებით. მათ პირველობმა დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივი გამოყენება ქვეით ნაწილებში, განსაკუთრებით მუშკეტებისა და არტილერიის მხარდაჭერით. სწორედ ამან მისცა მათ გადამწყვეტი უპირატესობა ტრადიციულ რაიდულ და ფეოდალურ არმიებთან ბრძოლაში. კონსტანტინოპოლის აღებისას სწორედ იანიჩარებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი ქალაქის დაცვის გახდომაში. ისინი მონაწილეობდნენ იმპერიის თითქმის ყველა დიდ კამპანიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში. მათი რეპუტაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ბევრ მოწინააღმდეგეს ბრძოლამდე უკვე ფსიქოლოგიურად ანგრევდა მათი გამოჩენა. სია გრძელდება პოლონელ-ლიტვური ფრთიანი ჰუსარებით, რომელზეც ადრე ვიდეოც ჩავწერე, თუმცა მაინც ვახსენებ. ისინი ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მძიმე კავალერიად სამხედრო ისტორიაში. მე-16-მე-17 საუკუნეებში ისინი წარმოადგენდნენ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დამხმარებელ ძალას და არაერთ ბრძოლაში გადაწყვეტეს ევროპის ბედი. მათი გამოჩენა ბრძოლის ველზე ხშირად ნიშნავდა ბრძოლის დასრულებას. ჰუსარების მთავარი უპირატესობა იყო სისწრაფისა და სიმძიმის იშვიათი შერწყმა. ისინი ატარებდნენ შედარებით მსუბუქ, მაგრამ გამძლე ჯავშანს, რაც მათ საშუალებას აძლევდა სწრაფად ემოძრავათ და ერთდროულად შეენარჩუნებინათ დამანგრეველი დარტყმის ძალა. მათი ძირითადი იარაღი იყო გრძელი ლანცა, რომელიც კავალერიის შეტევისას მოწინააღმდეგის რიგებს ანგრევდა. ახლო ბრძოლისთვის ისინი იყენებდნენ მახვილს და პისტოლეტს. ფრთიანი ჰუსარების ყველაზე გამორჩეული ელემენტი იყო ზურგზე დამაგრებული ფრთები, რის არამხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდნენ, არამედ ფსიქოლოგიურ ეფექტსაც ქმნიდნენ. მოძრაობისას ისინი გამოსცემდნენ ხმაურს და აძლიერებდნენ შიშის განცდას მოწინააღმდეგეში. ჰუსარების შეტევა იყო ორგანიზებული, სწრაფი და სუსტად გათვლილი. ისინი იშვიათად გადადიოდნენ იერიშზე, მანამ სანამ ოპტიმალური მომენტი არ დადგებოდა. ისინი ხშირად არღვევდნენ მტრის ცენტრს ან ფლანგს. ბრძოლას მოკლე დროში ასრულებდნენ. მათი ეფექტიანობა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ვენასთან 1683 წელს, როცა ჰუსარების მასიურმა შეტევამ ოსმალური არმია საბოლოოდ დაამარცხა. დრო აზიისკენ გადავინაცვლოთ და ვახსენოთ სამურაები, რომლებიც იაპონიის სამხედრო ელიტას წარმოადგენდნენ საუკუნეების განმავლობაში და იყვნენ არამხოლოდ მებრძოლები, არამედ მთელი კულტურული და ეთიკური სისტემის მატარებლები. ისინი ჩამოყალიბდნენ ფეოდალურ იაპონიაში, როგორც ადგილობრივი ბატონების, დაიმოების ერთგული სამხედრო კლასი და დროთა განმავლობაში იქცნენ სახელმწიფო ძალაუფლების მთავარ საყრდენად. სამურაების ძალა მხოლოდ ფიზიკურ ოსტატობაში არ მდგომარეობდა. მათ ცხოვრებას წარმართავდა ბუშიდოს კოდექსი, პატევის, ერთგულების, დისციპლინის და სიკვდილისთვის მზადყოფნის ფილოსოფია. სამურაისთვის მარცხი და სიკვცხვილი ხშირად უარესად ითვლებოდა, ვიდრე სიკვდილი, რაც მათ ბრძოლის ველზე განსაკუთრებულ მორალურ სიმტკიცეს აძლევდა. შეიარაღებაში სამურაები გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით. მათი ყველაზე ცნობილი იარაღი იყო კატანა, მოხრილი, უკიდურესად მკვეთრი მახვილი, რომელიც ახლო ბრძოლაში ეფექტიანობას უზრუნველყოფდა. თუმცა სამურაები ასევე აქტიურად იყენებდნენ შვილს, შუბს და მოგვიანებით ცეცხლსასროლ იარაღს. ჯავშანი შედგებოდა ლამელარული ფირფიტებისგან, რაც იცავდა სხეულს და ამავე დროს ინარჩუნებდა მოქნილობას. ტაქტიკურად სამურაები თავდაპირველად ინდივიდუალურ ოსტატობას და დუელებზე იყვნენ ორიენტირებული. თუმცა დროთა განმავლობაში იაპონური ომი უფრო ორგანიზებულ სამხედრო ფორმას იღებდა. სია სრულდება ნაპოლეონის იმპერიული გვარდიით, რომელიც იყო საფრანგეთის არმიის ყველაზე ელიტარული და პრესტიჟული სამხედრო შენაერთი
ნაპოლეონის ომების პერიოდში. იგი შეიქმნა როგორც იმპერატორის პირადი დაცვა, თუმცა მალევე გადაიქცა არმიის ყველაზე გამოსtildeულ და საიმედო ბირთვად. გვარდიაში მოხვედრა მხოლოდ საუკეთესო ვეტერანებს შეეძლოთ, რაც ამ შენაერთს განსაკუთრებულ ავტორიტეტს და მორალურ ძალას ანიჭებდა. იმპერიული გვარდიის მებრძოლები გამოირჩეოდნენ უმაღლესი დისციპლინით, გამოცდილებით და საბრძოლო უნარებით. ისინი წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ ევროპის ყველაზე სისხლიან ბრძოლებში და იცნობდნენ ომის ყველა ფორმას. გვარდიის უბრალო გამოჩენაც კი ხშირად ამაღლებდა ფრანგული არმიის მორალს და შიშს სცემდა მოწინააღმდეგეს. გვარდიის შეიარაღება და აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტებით უმაღლეს დონეზე იყო. ისინი იყენებდნენ მუშკეტებს, არტილერიას, საბრძოლო მახვილებს და ატარებდნენ გამორჩეულ უნიფორმებს, რომლებიც მათი ელიტარული სტატუსის სიმბოლო იყო. გვარდია მოიცავდა როგორც ქვეით, ისე კავალერიულ და საარტილერიო დანაყოფს, რაც მას მრავალმხრივ მოგნილ ძალად აქცევდა. ტაქტიკურად იმპერიული გვარდია გამოიყენებოდა როგორც უკანასკნელი რეზერვი. ნაპოლეონი მას ბრძოლაში მხოლოდ მაშინ უშვებდა, როცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. გვარდიის შეტევა ხშირად წყვეტდა ბრძოლის ფეთს და ამართლებდა იმ რეპუტაციას, ისინი არასდროს მარცხდებოდნენ. თუმცა, ვატერლოოს ბრძოლაში მათი დამარცხება გახდა ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლური დასასრული. ასეთი იყო საუკეთესო შენაერთების სია. ისტორია გვაჩვენებს, რომ ომებს მხოლოდ რაოდენობა და იარაღი არ იგებს. ეს სია ნამდვილად არ არის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ ყველა აქ ჩამოთვლილმა ძალამ შეცვალა ომის წარმოების წესები და დატოვა კვალი ისტორიაში.